საკიდაში. Alo, Lasha. მე ვარ, ტახიმა ხო ვარ. ჩამოვედი აი თბილისში ვარ უკვე. რო შემპირდი, სამსახურს დაგაწყებინებო. ტაქსი ხო არ გიდა? აბა, სად მოვიდე, მითხარი და მოვალ. ხო, 5 წუთში მოვალ, 5 წუთში. ტაქსი დაგიმო. სადა? გასტროლოვში? ვიცი. ხო, კაი, მოვალ. რაგინა, ბიჭო, რატომ მეკანჩები, ვინ ახარ შენ? არა, ძამი ტაქსი ხო არ გინდა თქო, რაღაც მოკარე, ყური და მაგითო შემოგთავაზე რა. 5 წუთში გახვა აგდანში? ჩათვალე რომ იქა ვარ, თუ უკვე კაცო, მომე, აგერ ჯანდა, რა პრობლემაა? გაუშვი ხელი, კაცო, არ დამიმტრივო რაღაცები. პირველად ხარ ძამი? ხო, ესე დიდი ხნითა ხო, პირველად ვარ. სამუშაოდ ჩამოვედი, გაიგე აქა. 35 წლის ბიჭი ვარ. როდამდე ვიყო ესე, კაცო, როდამდე. არა, ჩემი მშობლები კი მეუბნეოდნენ, რომ დარჩიშვი რომ მოგხედავთო, ყველაფერს გაგიკეთებთო, მაგრამ მე არ ვიკადრე, გაიგე შენა. მიდი ჩაულაგე და გააჭოს იმუშაო სადაც უმამერე. არა რთული ძამი, მშობლებისთვის შვილი სხვა ქალაქში გაშვება მარტივი თემა კი არაა მაგი. ეგრე არის, ეგრე. მოდა რომ ჩამოვედი, ხო, ეგრევე დაურეკე, რომ არ ენერვიულად, გაიგე შენა. ავიღებ ბიჭო მესამე თარეკავს იქნება რა უჭირს. დაანებე შეეშვია იყო ყურბილი, მოშორეს დაგეთანა. ახლა რასაპირებ აქეთ რამე სამსახურს იწყებ თუ რაზე ხარ ჩამოსული? ბიჭო რა არის, იცი? ჩემი ძმაკაცი არის აქა, აქ ცხოვრობს უკვე 20 წელიწადია. და მაგას აქ რაღაცა კომპანიები აქვს აქა და შენ პირდად დაგაწყებინებ მუშაობასაო. ხო და თუ დამაწყებინა სამსახური, ხო? მე შენც დაგაწყებინებ მაგარ სამსახურსა. ნომერი ჩამაწერინე შენა? შეიწერე? გაუში, მე ავიღე, ბიჭო, გაუში. რამდენი არის ჩემზე? 10.90 დაწერა რა. აი. 10 ლარს მოგცემ, გაიგე? დაიხარე, მადლობა. ხო, ტახიმა ხო მქვია მე. სევერიონი, არა შემოკლებით ვერიონს მეძახიან რა. მადლობა, წარმატებები ძმაო. წარმატებები გაიხარე. კარგად. აბაჰე. ხო, დედი. რა შვებია როგორ ახარ? რავი, აბა ყველაფერი კარგად არის, ჩავედი. შენ ხვედრაზეც ვიყავი და ამიყვანეს.
სამსახურით დავიწყე, ხო? აი აქ არის ჩემი ოფისი, ნახე? ხედავ? რა კარგია. და გარეთ რა თხარ? ანა, ქანო, არა, ყამინდასალევან ჩამოვედი, ეხა ტვინსა ხო უნდა განიავება, დასვენება მინდა. აგე ხო შეგძლებია რომ მოინდომებ. მაშ. ციცო ისე ლაპარაკები. მახოსა. მამა, აი ჩემი ოფისი გაჩვენო, ნახე? აი, ხედავ. წედი შენი. ალო. ხვან გაგაღვიძე, ბიჭო. ტანხი მახოვარ. ახო. ტახი მახო. ო, ბიჭო. ადექი, გაიღვიძე, ბიჭო, გაიღვიძე. ათენდა? ო, გათენდა. რომელი საათია, ბიჭო? 14:00. დილისა? ო, დილი, ადექი ხა. რა გაგვიანე? არა, არ დამაგვიანე დღეს არ გავდივარ, არ მუშაობ და მიდი ადექი ხა რაღაცა ჩაი ყავა რამე რუმე, მიდი. ო, ბიჭო, ოდგები. რაღაცნაირი მყუდრობინა მინდა რა. ხო, მაგრამ რეალურად ვერ მივხვდი, ანუ სესხი გამოგაქვს ბანკიდან, იმიტომ რომ შემდეგ ვერიონის მოცემული თანხით დაფარო ის სესხი? ხო, ნუ ეგრე გამოდის, თან მეც მაქვს რაღაც თანხა დაზოგილი და დავამატებ. დაუღვიძნისაო, პირდაპირ გეტყვი რომ მართული кейსია და მოდი დავანებოთ იმ ბიჭს თავი, იმიტომ რომ ისედაც ხომ გაძლევს თანხას და კიდევ რაღაცო დავამატებინოთ, აი, რადგან ეგეთი ფულის ნაყიდი ბინა? დედა ჩვენის ამბავი არ იცი, გაგიჟდება რო არ დაუჭეროთ. დაუღვიძნისაო, მოდი ესე გავაკეთოთ, რომ მე მოგცე მაგ თანხას და არ უთხრა დედას და ვითომ ვერიონი გაძლევს. ეგ დედა შენთან არ თქვა, თორე შენც დაგადაბინებს მაგ ფულს და ზემოდან დაამატებინებს იმ 1000 ლარს. არის ჭეშმარიტება, არის მარცვალი, რეალურად ეგრე არის. ეგრე იქნება. არის აქრამ ისეთი ვარიანტი. აქაც უთული кейსია რეალურად არჩევის ვარიანტში. უკაცრავად მნიშვნელოვანი ზარი იყო და აუცილებლად უნდა მეპასუხა. არა უშავს. რა ქენითაბა შეარჩიეთ რამე? აი რაღაცებს გადავავლეთ თვალი და ნახოთ. ჩვენი მომხმარებლები ბოლოს ნამდვილად კმაყოფილები არიან ხოლმე ჩვენი სერვისი. ბოდიში, რა თქვით ბოლოს კმაყოფილება, ხო? რა არის ახლა რეალურად კმაყოფილება? ადამიანის რაღაც დადებითი ემოცია, დადებითი ქმედების მიმართ, ხო? რაც ისე ამბობსნაც ზოგჯერ ვერ ხერხდება. გისმენ. ანა, როგორ ხარ? კარგად, მალე მითხარი არ მაქვს ამდენი დრო რა. მოკლედ ვერ ვიშოვე ფული რა და ცოტა დრო მომეცი. არ მოიტან ფულს? ხო და არ მოგიყვან ბავშვს. ეხა გადაწყვიტე, კაი? აუ, ნუ მანიპულირებ ამ ბავშვით რა. ოიცა 2000 ლარი რომ მოვიტანო, ორ ბავშვს მოიყვან? ალიო. დაუშვათ მე დამჭირდეს ბინის შეძენა რა ნომერზე უნდა დაგიკავშირდეთ. დამიგეკეთ ნებისმიერ დროს. დაშვები ანა? ოდიში რა სარეცხი გაურესხე და ის თეთრი მაისური არ გაშრა და ლურჯი კიდე ძლივს იპოვე და დამაგვი. მაინტერესებს. რა ქენი? ვიშოვე. აი 5 თვისას გაძლევ წინასწარ. რა? საიდან? საიდან და იმ ძმაკაცებისგან, რომლებიც დედაშენს დიდად არეპიტნავებოდა. ზიზუ მოგცა? რა მნიშვნელობა აქვს ახლა ვინ მომცა. თავარია გქონდეს და გამოიყენო შენ და ბავშვმა. არ მინდა.
რა? უბრალოდ გამოგცადე, მაინტერესებდა ჩემთვის და ბავშვისთვის რამეს თუ გააკეთებდი. როდის არ შემიწუხებია თავი და რა არ გამიკეთებია შენთვის და ბავშვისთვის ანა? გამომართვი ხეს რო გეუბნები და მოიხმარეთ. არ მინდა. ანა გამომართვი, არც მე მინდა, მაშინ წავალ და ჩაგირიცხავ. გითხარი რომ გამომართვი და შენ და ბავშვმა მოიხმარეთ მეთქი. ვერი. მადლობა. ნახე შე რო გიყვარს ფლავი გაგიკეთე. რამდენი ხანია რაც ერთად აღარ ვართ, ისიც აღარ გახსოვს რომ მე მიყვარს შილაფლა. აუ, ეგ სულ დამოვიწყდა. მომეცი ამოვიღებ ქიშმიშებს და ხორცებს ჩაგიყრი. არა, იყოს კაცო, მადლობა. ამას დავეძებ. რაც მთავარია, ერთად ვართ მე და შენ სახლში, ერთად ვახშმობთ. დედა შენის გარეშე. ერო. კაი ხო. ავსინჯობ შევჭა. შენ ყოველდღე იზრდები, მამა? არა, მაშინ არ იზრდები. ბებიას იუმორი. ერო. მოსიყარული, ჩემ მოსყიდო წყლერებს შევიჭამ, ხელებს შევიჭამ. აი, ხوای. მამას კაცო არ გინდა ეზოში რო ჩახვიდე და ითამაშო? კი, და შეიძლება ეზოში ჩავიდე. კაი, მიდი. ოღონდ არ გაცივდი, არ ირბინო იცოდე, კაი? კაი. მიდი. ისე რაღაცეები შეგიცვლიათ ხო სახლში? კი, შენ აღარ ხარ. აიმე გამებუტა. აუ, ნუ მებუტები, კაი, რა გჭი. აი, რა ხო იცი რომ აი არ მიყვარს რაღაცნაირი ეს წაკმენები რო იცით რა, მე ჩურჩუტი ხარ. აი შეგირიგდები მაშინ. ისე აი მართლა მაინტერესებს რამ შეგცვალას? რამ შემცვალა, სულ ესეთი არ ვიყავი? არა. ეხა ბევრად უფრო გალამაზებული ხარ. ბევრად უფრო თბილი და ბევრად უფრო მიმზიდველი სხვათა შორის. აი ხო. ხო. აი ერთადერთი რაც არ შეცვლილა შენში არის დედა შენი. რაო დედა შენიო? ვა დედა? დედა იქნება ეხლა რო გეტირება ცოტა ხანში. რა უნდა ამას აქ? ბავშვი ნახა. რა სჭირს ბავშვს ამის სანახავი? თუ დღეს სამშაბათია? არა. აბა რატო ნახა? მოენატრა დედა. უცი შენ არ დამირი. ჰა? კარგი. მე წავალ მაშინ და თუ რამე დავაშავე ბოდიშით. შენი გაჩენით დააშავე შენ. ვერიონ. ხამის. ერთი წვრილი ბადე უნდა ვიყიდო და კარებზე გავაბარო ეს ვერ საიდან ვერ შემოწვრეს. როგორ ბრძანდებით? დიდი ხანია გადახვედი ალერსობით ფორმაზე. თუ აღარა ვარ გიურზა. არა, როგორ გეკადრება? თუ რას დადიხარ აქ? ას დავდივარო, ტაქსაობ. ბიჭო, ამ ხელა ქალაქია. რაღა მაინც და მაინც ჩემუბანში ტაქსაობ. კლიენტმა მომიყვანა აქ და უბრალოდ აი ესე მომიწია. შენ მიზეზები არ გელევა რა. იცოდე, ჩემშვილს თავი დაანებე. ნუ აეკიდები ხოლმე და ნუ აურევ თავგზას. ანასთან ყოფნა თუ გინდოდა იყავი. მაგრამ ვერ შეირგე და ეხლა თავი დაანებე. შეეშვი. აი, რატო ერევით ჩვენ ცხოვრებაში? აი მე სადა გაქვს შენ ცხოვრებაში, მეზობლები ჯინაზე გაჭენილო შენ. სად მივდივართ? მოუსულელში.
კი ბატონო, მიგიყვანთ. ბიჭო, მესამე სართულზე რომ პიანინო ამოქონდა მარტოს, მაშინ არ გშინავდი ესე. რა დაბერდი? ხო, აი, საათობრივად რაც უფრო დიდ დროს ვატარებ თქვენთან, ასაკი მემატება. სარიელი ენა და ფეხები ხარ დარჩენილი. მიმატანინე სადარბაზომდე და ავიტან ჩემით. ისე რა გამახსენდა იცით? აბა, დილის 5 საათზე რომ წამომაგდებდით ხოლმე და ნავთლუხის ბაზარში რომ მივდიოდით. აი, ესე დატვირთული პარკებით რომ უბრუნდებოდით უკან გახსოვთ? მოგენათ რა? არა, ისე გამახსენდა. აი, მოვედით. მიიტანე და ჩემი თავიდან. აგატანილებ. არა, არ მინდა. მადლობა. ლიფტამდე მაინც მიგატ. არ მინდა. ვა! უგორ ახარ მამას კაცო? კარგად, мама. ხო. ამაგდე რა. რა? წამო მაროჟნი ვჭამოთ. დღეს PSG თამაშობს და შეიძლება მამასთან ერთად ვუყურო? არ ვიცი დედა, მოვიფიქრებ, კაი? კაი რა, თემური ბიძი ამ წამიყვანოს. თემური ბიძი მუშაობს, დედა, რანაირად წამიყვანოს? მაშინ შენ წამიყვანე. ნახოთ. მართლა? რანაირად? შერიგდით? დედა, როგორც ხელა, კვერცხი ვიყიდე და მე მგონი მოხარშული მოვიტანე. მართლა განცხელა. დამალევინ ერთი წყალი. დედა ამოვცრას. რაო იმანსაც წამიყვანეო? მამასთან. და მე რაო დედიკო? კაი რა დედა რა. არა ყავს შენ დედა. აგირია ხო ისევ ტვინი. გოგო, მამა შევს 28 წელი ვახტევინებდი ალიმენტს ისე რომ ვერაფერი ვერ გაიგო. ის ეგრე მიხუწებოდა შემირიგდიო, მაგრამ არ დამიმცირებია თავი. ანუ გინდა რომ მეც ეგრე მოვიქცე? კი. ამ სახლში ჯერ არის ქალი და მერე კაცი. გასაგებია? კაი. მომინდომა ბიჭმა თავის გვარზე დარჩენა. ჩემი დიდი ბებიიდან ელეონორა ბანძავადან დაწყებული შენით ანა ბანძავათი დამთავრებული ვერც ერთთან ვერი ბატონა ვერც ერთმა კაცმა. აბა? მიდი რა გთხოვა. გთხოვა ერთი გოლი მინდა. მე სხვა არაფერს არ გთხოვ. მიუხედავად არტისა, მიუხედავად მოგერიებისა, უკვე მეორე მომენტში კლავაც ყურადღება მიჩნია თავი მარსელის. მოგეწონა ლუდი. მარტივად მოახერხა დემბელე. რა ლუდი, 3 წუთი არის დარჩენილი, რა ლუდი ხოლმე მეღადავე. არა, მეტი არ მეზარემა, კაცო. გავალ და მოვიტან, 2 წუთში მოვიტან. სად უნდა გახვიდებ, რა გველუდება, ხوار მეღადავები მართლა შენე. ერთი თხოვნა. სიმულატორში არსებობს ძალიან მარტივად. მომენტი, როდესაც ოპონენტი ნებდება და კიდე გეტანას ბიჭო? აუ 8-4-ია ერთი გოლი მინდა. ვარ ხატავ 9-4 მართლა მე მოდის მე მგონი გიჟი ეს ჩემი საბიჭოჩი. უეჭველი ძმაო, მაგრამ იმენა ეს ამერც ვითხოვ რა, ამერც ვითხოვ. გავა, ერთი გავა უეჭველი. სულ გავიდეს ზმა. გავგიჟდები მე. გავა უეჭველი ბიჭო. კარგი, ნერვიულო. კაცო, ესეთი ნერვიულობაც არ შეიძლება. 9-4 დამთავრდება ეს თამაში. პენალტია! პენალტია! ზაღლიშვილი მიყვა პენალტია! კანი აქ ყოჩა გამოსენა კანი აქ იმენა კაშის ხელზე მოხდა იმას ვერ დაიწყებს ამიტული ფასა იმენა კაშის ხელზე მოხდა მე აბა გაიგე მე უეჭველი დადებული არის უეჭველი დადებული არის მეთქე კეუყნები ძმა კანო სამინა თავითა დადო ბიჭო უეჭველი მენა შეფული ნახე ასეთი დადო ჩემი მე ახალ ბიკა ახალი თიცამით ხა
აი ანცინებს. აი კი დაატყოს მარჯვენა. ზეპა? ძელი გამორბენია, სულაგაგაგა. მეკარეს? არა ზუსტად ურტყავს. კარს აცილო ვიდინია. მეკარე არავით არის შანსი ცხადია ვიკარიოს. ინე კაი 38 ლარი არ დავდო თორე მოწავაგებდი. ხდება პორტუგალიელი მაესტრო. მომეცი შენი სიდედრის ნომერი და მე დაურეკავ აუხსნი ყველაფერსა. დავალაგებ. კარგი და მეთქი, გაჩერდი. ბიჭო, მომეცი მეთქი რომ გეუბნები. სხვა შანსი მაინც არ აქვს. სტატი შერიგების. რანაირად გიწერია სიდედრი, ბიჭო? მომებიჭო, მომიაკ. ალო. ხალბატონო, ვერიონის დავალებით გირეკამ. სიზეს რატო არ ურიგდები, შენ გველო შენა. სულთა გველი ხარ, გაიგე, გველი, დამპალნი, გიურზა ხარ, გიურზა. დამპალნი ესა. რა გამიკეთე, ბიჭო? რა გაგიკეთე? რა გამიკეთე მეთქი, შეჩემა. რა გაცინებს, ბიჭო? გეღანდავე. ჩემი დედამი, ჩემი დედამი. აი, კაია. დღეს ან ავშენდები, ან დევიქცები საბოლოოდი. არა თუ დევიქცევი ამერიკაში გევიქცევი მაგის დედასვატი, რა ვქნა. იგი რას ლაპარაკობს ამ დეხანზე, მუჭველი გასახცევად მაგ საქმეში. ოხ, ვერიონ შენი, ოხ, ვერიონ მოსაკლავი ხარ, აი ყოფილიყავი, ვერიონ ბანძავა, აი თბილი კერაც მექნებოდა, სახლი, საჭმელი, მაგრამ არა. ვიუკადრისე ბიჭმა ცოლის გვარზე გადასვლაჭი. და ვეგდები ახლა ქუჩაში მაგის დედასვატიებში. შეიძლება ეს ამ დეხანს უიჭველი გადმოაგდებენ ამ საცოდავს კიდეჯი. ვერო. ხო, ამო. რა? ამომდე ყმა, ამოდი, ბიჭო, ამოდი. ვაი. ვაი. ხო, აბა. ამდენს წვალობ შენი სიძე. შენ კიდე არ უფასე. არა. ეგ რა არის? ერთხელ მოხუც ქალსა ფეხი დაუწდა, გაიგე? და მეცხრე სართულიდან გადმოვარდა, ფანჯრებს წმენდა. მართლა? მაგ დროს ვერო ტაქსით მოდიოდა. ხო და გააჩერა. გზავს ხურდა დაუბრუნა. გაიქცა და ეს ქალი ხელში დაიჭირა. ხო, ისე რომ ფე არ დაუსვამს ძირსა. ეგრევე აისროლა მაღლა და ისე მეცხრე სართულზე დასვა ფანჯარასთან. მართლა? აბა. ეხლა ჩემზე მოგიყვე ისტორია. მე ქუჩაში ყვავები მკორტნიდნენ, სიცივეში და ყინვაში. ო, გლები კიდე კმილებს ილესავდნენ, ჩემი შეჭმა უნდოდათ. და ბანკები კიდე ცანკე მაღჩობდნენ. მაგ დროს გამოიარა ვერო, დამინახა, შევეცოდე. მომიარა, სახლში წამიყვანა, დამბანა, პური მაჭამა, გაიგე? ჩამაცვა. ადამიანად მაქცია. აშ? შემო ბიჭო, შემო ღია. აი ესეთი ადამიანია ვე. აი მოვიდა შენი სიძე.
რა ხდება? არაფერი, ბიჭო, შენი ცხოვრების შესახებ მოუყევი ორი სიტყვითა. რა მოუყევი? რადა თურმე რამ ხელა სულ სიტევს? აი ეს 9 ლიტრიანი სხეული. თურმე რა ტყუილად გეჩხუბებოდ. აბა, ოქრო. ოქრო მყოლია სახლში და ნერჟავე იკათვასახებდი. მორჩა, აღარ სადარგიშვებ. ხვალიდან ჩემთან გადმოდიხარ საცხოვრებლად. და ჩვენ რო გადავიდეთ ცალკე და იქვე ცხოვროთ? აბა, ეგ ხამაკლია ამისთანა სიძე ჩემგან შორს ცხოვრობდეს. არ უნდა ეხა ეს ქება და დიდება, კაცო. მიდი გასრიალდი ეხა გველევითა და წყალი მომიტანე, მიდი. გველის ვთარსებაა ხო? ახლავე. საღოლ მახოძმაო, საღოლ, აი რა, ასეთი რა უთხარი იმ ქალს, ბიჭო, რომ აი ერთ დღეში შეიცვალა ჩემ. ბიჭო, ყველა ადამიანს აქვს თავისი სუსტი წერტილი, გაიგე? თავარია იპოვო და ზუსტად იქ ჩაანჭირო. გაიგე? ვაჩ. პაპა ჩემი სიტყვები არის, ლაშა გრიგოლასი. ვიცი რა მაგარი კაცი იყო. ეგეთი კაცი არ გეყოლება ნანახი შენა. ცალი ხელითა თემს არჩევდა. და ცალი ხელითა კიდე ლექსებს აწერდა. რაც ბავა, შენ ყოფილხარ კაცი, აი ხელები ამიწევია, საღოლ მახო, აუ რა ბედნიერი ვარჩი. რა არიცოდი ბიჭო? აი ახლა მაგარი გული მწყდება რა, რომ გადადიხარ. რა მინდოდა რას გარიგებდით? ხო ვიქნებოდით ახლა ერთად. აი ბიჭო, კაი რა სამოფერტი ძლივს ოჯახს ვუბრუნდები და ამ შვიდი შენ მან და ამ შვიდი ბატონამახა. ბიჭო, იქ სადაც გადადიხარ. მეორე ოთახები გააქვთ? მეც რო წამოვიდე. სად უნდა წამოხვიდე, მახო სად? მე რამდენ ხანს გავძლები სისინაკი ურზასთან ეგ არ ვიცი და ეხა შენ წამოდი კიდე. რა გინდა ბიჭო, მან ქალისგან რა გინდა? კაი ქალია. მართალია თავიდან ცოტა გამიჯიუტდა, მაგრამ მე მოვსვი თავის ადგილასა. მაგრამ შენ მარტო ვერ გაუხაჭავ. მე შინია არ დაგჩაგროს, გაიგე? გეშინია. მე არავის არ დავაჩაგრიებ თავს. თუ მეტეს მაგას. ჩაალაგე ყველაფერი? მეც მაგას ვამბობ, მეგონი ჩავდი ხო? კარტოფილი წაიღი არ გინდა? მე მაინც ვერ გამოვიყენებ, გათლა არ ვიცი. კარტოფილის გათლას რა უნდა, ბიჭო? ხო და ეხლა შენ რო გადახვალ შესიძეთან, იქ თალე რამდენიც გინდა მოგიწევს. აი, ეს ჩავდე, მაგრამ ის ჩემი ყვითელი ზედა სადაა? ჭურჭლის სარეცხის მანქანაში შევაგდე. ჭურჭლის სარეცხ მანქანაში რატოშია? აბა ის მანქანა ვერ ჩავთე, ბიჭო. აუ რა კაცი ხარ, მალხაზ, რა კაცი ხარ, შენ ხო გამაგიჟეს. არა, კაი დღეს კარგ ხასიათზე ვარ და გეპატიება ჩემო ძმაო. აი, არ უნდა ამას დაკეცვა კაცს ჩავდები და ეხა მითხრა ქირაზე რა საპირებ შენ? ნუ კაი, თავიდან 1-2 თვე დაგეხმარები, მაგრამ მე რა თმინდა, ბიჭო, შენი დახმარება. წავედი რა. ამიცა გამოგაცი. არ მინდა გამოცილება და მე აი, ეხა რა დაგემართა, ხუმრობა არ დაგუჟურვა და არაფერი წავალ და მე შემოვილი მოცლიზე, მიდივე. გამოყვები, რა ხელს მართ. არ მინდა დაჯექი და კარტოფილის გაჩენდი, კაცო, გაჩენდი. მოვედი. ამ პატარა ჩანთაში ჩაადიე მთელი შენი ავლადიდება? აუქნა. რაცა ვარ, ესა ვარ. ვიცი, რაცა ხარ. აბა, რა მოიფიქრეთ ბოლოს და ბოლოს? ხო, ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე. რა ხან არის?
იყავი სევერიონეც გვერაძე. რა ვქნა? ოღონდ როცა მიხვდები რა გვარზე თქვი უარი, მე გვიანი იქნება. არა, უკვე მივხვდი. ხო. მაგრამ მაინც ასე მირჩევნია. ვიცი. მოგძანდი. ანა ვერიონი მოვიდა. ეშიება გაუცხელე ყიყლიყო. ამდენი ხანი ასე კარგად ავყოფილ ვარ. მოგენატრე? ძალიან. შენ არა? მე სულ მენატრებოდი. მე სულ თუ გენატრებოდი, რატო იქცეოდი ისე? ვერიონ, ნაგავია გადასაყრელი და გადაყარე. აი ხო უკვე ხვდები რატო იქცეოდი. საღამოს არ შეიძლება ნაგვის გადაყრა და ხვალ დილით რომ გადავყარო დედიკოს ნაცვალო? კარგი, დღეს გეპატიება. მე გადავყრე. მოდა თუ მეპატიება, მოდი დღეს ფილმს უყუროთ. ო, რა ფილმს? ახი მახომით რა ძალიან მაგარი ფილმი ყოფილა რა. ლექტორი მოკლეკაბით. აი ესე ქვია. ვინ თამაშობს? ვინ თამაშობს და ერთი ცნობილი მსახიობია. სტივენ ვოლფი, იგივე ჯონი სინსი. ხო, ჯონი სინსი. და მოდი და უყუროთ ახლა ოჯახურად, ხო? უყუროთ, ძალიან კარგი. ლექტორი მოკლეკაბით. აიგა. დაიწყო. შენ გნახე იმ კანის ადგილზე. ვინი მოისთვის? კარგი, რა მისამართზე მივდივართ? მისამართი და ბარემ ნომერს ჩაგაწერინებ, გინდა? არა, მე ნომერი არ მithოვია თქვენთვის, უბრალოდ ხო უნდა ვიცოდე სად მივდივართ. მივდივართ არა, მივდივარ. ეხლა მაკლია შენთან ერთად ვიარო. გასაგებია, უბრალოდ არ გაქვთ მითითებული. ანუ უნდა მიგითითო სად წავალ და სად არა? მომისმინეთ, აი რატო ცდილობთ რომ ხასიათი გამიფუჭოთ? ძალიან მშვენი რა, ესე კარგ ხასიათზე ვარ. ცოტა ხანში მოურჩები, წავალ, ცოლს უნდა გაუვარო და ვიქნები ბედნიერი. აი რატო მიფუჭებთ ხასიათს? აჰა, ნუ ცოლიც გყავთ. და სხვებს რატომ დასდევთ? ვინს დავსდე? აბა ვინ მომაკითხა? გამომიძახეთ და მოგაკითხეთ. ამას უყურეთ, გამოგიძახე არა, ეხლა მაკლია რომ კაცები გამოვიძახო რა. თავხე. ბიჭო, გამოდი, დროზე სარეცხი მაქვს შესაყრელი. შენინე გამოვდივარ, ხო? გამოვდივარ. ბიჭო, ვარ დაადგასა. ვარ გაცდი შენს გემოზე ყავის დალევას. არ მიდიხარ დღეს სამსახურში? იგავალ ცოტა ხანშიაც. ვერიონ, პური ამოსატანი ჩადი. ხო შემჭამა ამ ქალმა რა უნდა, რა ჯანდაბა უნდა დილიდან. ვერიონ, გისმენ დედის მაგვარო. რა კაც ხასიათზე ხარ დილიდან? რავი, ცუდ ხასიათზე რატო უნდა ვიყო? პრინციპში მართალია, ცუდ ხასიათზე რატო უნდა იყო? აწყობილი გაქვს ცხოვრება ჩემს სახლში. მე გეუბნები დედიკო, ავდგებით გადავალთ ცალკე და ვიცხოვრებთ ხო? მაგრამ არ გვიშვებდა. სად გადახვალ, ბიჭო, სად დამოუკიდებლად ჩაი ვერ დაგილებია. იყურე ეხლა აქეთ-იქით. ჩადი. აი რა გჭირს, შენც კიდე 1-5 წუთი მაცადე ჩავალ და ამოვიტან მაგ პურს, რა გშია ასეთი.
აიმე ხალხო რა გჭირთ მე ჩავალ რა აიმე დიდე დარგიზარება ჩავა ვერიონი კაცია მაინც ეხა ოჯახში პურის ამოტანა რა ქალი საქმეა ჩავალ და ამოვიტან დედა აი ამ პატარა პირში ამხელა ენა როგორ გეტევა ნეტა გამაგებინა დილიდან იმდენი ილაპარაკე რომ წნევა მამიწია და ამხადა თავისკავა ხო და ეხა მაგ წნევას მე დაგიწევ ქვემოთ დახუჭე თვალები რა ვერ ეღირსები მაგას აი რა მჭირს 2 წამით დახუჭე თვალები რაღაცა სიურპრიზი მაქვს მატყუებს რაღაცას ხო? მე არ ვიცი დახუჭე რა. აი ეს შენ. ეს რა არის? ეს მანქანის გასაღებია. მანქანა გიყიდე რა. აიმე, რა საყვარელი. ანა მანქანა რატომ მიყიდე? დილით ადრე ადგომა და ბაზარში წასვლა რომ აიცილო თავიდან. მანქანა მიყიდა ბიჭმა. მანქანა მე კი არა, შენ თავს ვყიდე, მაგრამ მაინც კარგი ბიჭი ხარ. მოდი გაგოცე. მადლობა. ხო. აბა, წამოდი ვნახოთ, სად არის? მაჩვენი სად არის მანქანა? აი ეს მანქანა პროფილაქტიკაში დავტოვე რა. პატარა მინიმალური რაღაცეები ხელის შევლება უნდოდა და ხვალ წესით მზად იქნება და ჩაგაბარებ, გაბრიალებო, ჩაჯეკებ. კაი ბატონო. ასე იყოს. მიდი. კარგი რა, დავიღალე რა, საქმე მაქვს ამდენი რა. რა კარგი, აბა სამამდეო. მოდი რა, სამამდე, ამდენი საქმე გვაქვს. ნუ წუწუნებ რა, საქმე იმდენი მაქვს, ერთ წელს ვერ გამოლევ. მიდი. აჰა. მოდი. 1 2 გაუმარჯოს. გაუმარჯოს. გამარჯო. რა ვქენით, აბა მოვრჩით. რა მოვჩით, ჯერ არც დამიწყია. არც დაგიწყია? აბა ხვალ იქნებაო? ხო, ხვალ იქნება. აუ, არა და დღეს მინდოდა რომ წამეყვანაჩი. ჩამოდი. აიცა თვლი. მე წაიყვანე და მოიყვანე ისე ხვალ. რანაირად წავიყვანო, არ დადის და. ო, მაგაშია საქმე, არ დადის. მასდი გაკეთებას? ვიდი შენ კიდე რამდენს ვიქნა? აჰა, ესეც 30, აი. აი ეს დამადგა თავზე ეს. ვერ დავინახე რა ქვა დასვე. რაც დავსვი მანდარი, აი. მიდი. მომისმინე ერთი წამი, ეშველება რამე ამას? ეშველება ხო ბიჭო? აგას კი ეშველება, მაგრამ ამ ჩათლახს ბეში არ ყავდეს ახლა. დადე, ძმაო, ერთი წამი, ეგ დომინო და მომაქციე, ყურადღება, ხო შეიძლება? 1000 საქმე მაქვს, მეც მოცლელი კი არავ. რა გინდა, ძმაო, რამდენი საქმე უნდა გავაკეთო ერთად? მოდი აქ ერთი წუთი ჩემთან. აი ძმაო, აი ესეთი მომიტანე. დაშლილებში ექნებათ. აი მე წავალ დაშლილებში. და ხვალ შემოგირბენ მაშინ, აი? აი. აბა ჰე. კარგად. კარგად. აი, შეჩემა, ეს ვაფშე სხვა მანქანის ნაწილია. არ მომეშვა და აბა. რა ხდება ბიჭო მანქანაზე? აუჩა, ხვალ იქნება. ბიჭო, რითი ვერ დადგა ეს ხვალ გამაგებინე? საერთოდ აკეთებს მაგ მანქანას? შენც კიდე ხო არ უხარია იმას, ის შენი მანქანა აწეული რო ყავს. დღეში კარგავს 200 ლარს შენი მანქანის გამო. რა მოყოლა შენ გატყუებ, შესაცოდაო შენ, ჰა? ვერი. მაინც არაფერში ვერ გიხარ და ლამაზი თუკი იყიდე ზურგზე მოიბი და მანქანას რომ მომიყვან,
იქ სარკაზი ჩამოკიდებ და ესე იქანავებ. ხო. ბიჭო, აი არ გაჩერდი. დილიდან მიდი, ხო? აბა. სისინოს ენანი. აი მეღერთ. მიდი, წავედით რა. საით. მიდი, აი მანქანას გაეკიდე რა. აი მანქანას გავეკიდო, სად მიდიხარ, ძმაო? მიდი, გაეკიდე და გზაში აგიხსნი რა. მიდი, ოღონდ ჩქარა წადი რა. შვიდობა, გაგზმაო რა გავეკიდო, რამე შარში არ გამხვიო ახლა. კაროჩე, ჩემი ცოლი რაღაცას ატრაკებს რა. უეჭველი მღალატობს რა, უეჭველი. ყოველ პრაზნიკზე სადღაც მიდის და 7 საათზე მოვალო. დღესაც ჩემი დაბადების დღეა და უეჭველი გაძვრა რა. მიდი, რა ჩქარა გაეკიდე რა. მილოცავ, ძმაო, მრავალს დაესწარი. ას მილოცავ, გაეკიდე რა. გავეკიდოთ რატო არა. გამარჯობა. გამარჯობა. როგორ ძანდებით? მადლობა თქვენ როგორ ახართ? კარგად, მადლობა. აი, ხო გითხარი რა. აუ, ეხა ამას გავაპობ შუაზე. აი, ძმაო, მეც გადმოყვები მაშინ. აუ, შენ რა გული გაქვს. მადლობა. აი, ხარ. მაინც ხო გამოგიჭირი, ჰა? აუ, მაპატიე რა. რა გაპატიო, გოგო? რა გაპატიო, გოგო? აუ, რომ გეუბნებოდი, ჩემი გაკეთებულია, თქო, რეალურად აქ ყიდულობ ხოლმე მზას აკვებს. რა ვქნაბა, რამდენი რამე მოვასწრო სამსახურის მერე. მოიცა, მარტო მაგის გამო მოხვედი აქ? აუ, კიდე ბუშტები მაქვს საყიდელი არ დამავიწყდეს და ბარემ თუ აქ ხარ, მოდი შემარჩევინე საჭმელი. კაი. ოდიში ძმამ, 10 ლარი გაქვს მგზავრობის. ახლავე ძმაო, ახლავე. ვინ არის ბიჭო? აუიც მე შიოდა და მოგიყვანე. ის ხალი ვინია? ჩემი კლიენტია, კაცო, სულ აქედან მეაქვს ყოველდღე საჭმელი. ვერ გავიგე ცალ-ცალკე მანქანებით რა დადია. აუიც ეთყობა ძალიან შიოდა და მაგიდოში. ოთხმოცდას 19 100. აჰა, ხოჭა გაბა. აგადე. მოდი, მოზილები, ნუ შაადებს ახლა ვნახავთ. არ მინდა რა 3 საათი იგრა დავიღალე რა. მოდი საქმე, დავაი, ვიმუშაოთ. მოიცა რა, ერთი ხელიც რა ძმდა. აი ერთი ხელის და გაგიშვი. უსტა დავიღალე. უსტაი აქიც მოვიდა. გამარჯობა. გამარჯოს. აქენი გააკეთე? კი, გავაკეთე. აი, ჯიგარი ხარ უკვე. სიო? არა, რა ვსიო. ბარდაჩუკი იყო ჩაბოვარდნილი, მარჯვენა ფარი არ მუშაობდა. შენ რაც აუცილებელი იყო, ის ხო გააკეთე? ბიჭო, რამდენი რამე გავაკეთო, მერე დადე ეგ დომინო მაგიდაზე და მიხედე ძმაო მანქანას რომ ჩამომიჯექი აქ. ბიჭო, დენი არ იყო, ბიჭო, ეხლა მოვიდა, თორე შენ რა გონია დომინოს კაკუნი მეხალისება? კაკუნზე გამახსენდა მართლა, შენი შარავის ხმა არ მომწონს მანქანაში, მოსატანი გექნება. შენ მომისმინი ერთი წამით? რაც აუცილებელია ის გამეკეთე ძმაო, რაც გევალება და იმ შარავის მე მივხედავ, მე ხო გესმის? ბიჭო, ისე კი მერიდება, მაგრამ მოდი ხვალ პირველ საათზე, მოდი აგიწყობ მანქანას და გაგატან რა. კიდე დადეკები. მომისმინი ერთი წამით. არ მინდა ხვალ. კიდე გაძრევ დროს, მაო. 2 დღეში მოვალ. მანქანა დამხვდება მზად თუ არა და მე როგორ სხვანაირად ვილაპარაკე. ბიჭო, 2 დღე რა თმინდა გეუბნები, მოდი ხვალ პირველ საათზე, აგიწყობ მანქანას და გაგატან. 2 დღე როგორ გელოდო? ქვეყანა მანქანები მელოდება, გასაკეთებელი მაქვს. მასე ძმაო, ხვალ უნდა ყოფილიყო დღესაც, მაგრამ მოვედი და აჰა, ჩემი ფეხები დავდა, ხო? ბიჭო, ხვალეთ ხო, ხო გეუბნები, ხო არ გეუბნები დღეს თქო. მოკლედ ხვალ მოდი პირველ საათზე და გაგატან. ეს შენ გეხმარება? არა, ეს ელექტრიკია.
ჯიგარი ხარ ძმაო, იმენა მადლობა ძალიან დიდი რა. რა მადლობა, ტახი მიმხელა პატი მიმცა. ბიჭო, იქ ჯარიმას ვარ დაწერდავით. 45 ვაწვებოდი. 15 დასაშვებია. ისე რა მაგარია. ყველას გაზზე გადაყავს მანქანა და მე შენზე გადმევიყვანე. წერი მომისმინე. ნუ მეკაიფები, თორე ჩამოგიკიდე ბრელოკად. აი, იყო გეხუმრე ბიჭო, გეწყინა. ითიქცი ახლა პატევია. წამოვავში დავლიოთ გინდა? რა დავლიოთ? თავი 2 ლიტრიან ლუდს დავითრებ და ჩაუგზეთ კარგად ჯიგრულად გადავათენოთ მაგის დედაცვატი. 2 ლიტრა მარტო ქაფსვავ. მაშინ წამო არაყი დავლიოთ. არა, მეჩქარება. გეხვეწები ძმურად ამომყევი ბიჭო რა. ჩემ ასიდეთმა რო გაიგოს ეხლა რო ეს მანქანა კიდე არ გამიკეთებია. ახალ წელს უეჭველი გალეთ შეხვდები დღეს. რა იყო ბიჭო, სიდედრის გეშინია? რა ბიჭო? ეხლა მაკლე ეხა სიდედრის მეშინოდე, ჩემი მეშინი არა, იხვის ჭუკი კიდე ბიჭო. ეგ არა თვალებს რო დაუბრიალებ, ძმაო ჩაის და ყავას ერთად მიდუღებს. მიდი შენ თვალები დააბრიალე, მე წავედი. მაშინ ლიფტი არ მუშაობს და ამაგდე რა ძმურა. ჩემი დედამიწა. აი, ვიჟო. რა უნდა რა? აგარ არ გამაგეჟოს, თორე ჩემი დედამიწა ხო იცი. ვარ იცნობ დედა ჩემს. სპეციალურად გამიკეთაო იძახის ეწყინა. რა გაუკეთე გოგო სპეციალურად? მე მიხარო და ყოველ დღე იქ სიარული და ხელოსნთან ჭყობი? ხო მე ვიცი, მაგრამ მაგას რას დააჯერებ ახლა? ისე სხვა ხელოსანთა რომ მივიყვანოთ. ინტერნეტში ხوار დავგუგლავ ვინმე? აი გოგო რას დაგუგლავ გამაგები ერთით. სახლშია? არა მაღაზიაში. არ მოხვალ შენ? მაგდებს და ერთი წამით უნდა გაგითიშო მირეკავენ. ხო, ცოცხალი ხარ ბიჭო? ცოცხალი ვარ, ხო, ცოცხალია. რა ხდება? ეხლა ვფიქრობდი შენს მანქანაზე. მერე? მაგ მანქანაში ბენზინი არის? ბიჭო, რა ვიცი, ეს ხადა. ერთი აბა ზუმრად ნახე. აი, ნახავ ხო. ბიჭო, შენ რო იყავი დუშეთში მაგ მანქანით. ბენზინი ჩაასხი? მე რატომ უნდა ჩამესხა ბენზინი? მიდი, გააგრძელე ვითამაშოთ. ვახ, აქვე ყოფილა კალონკა რა, დიღმიდან რო არ გვეთრია ის. ბიჭო, პროსტა მარტო იმ საწვავს ვასხავ რა, დანარჩენი ნაგავია. წამოგვეღო მანქანით. აი, იყო რამ დაგღალა ძმობას გაბიძებ რა, ჯანმრთელობაა, სიარული ბიჭო. თან ამხელა ხარ. შენ ეთყობა ძალიან ბევრს დადიხარ. ვიტო ხარ მაგარ ტანზე. რო კითხო დეიღალა და იუმორში კი აქ დიხანია ბიჭს. ბიჭო, UFC-ში არ აყავს მენაცნობის? და რა გინდა? აი, ჩემი სიდედრი რო წეიყვანო რა. დედას უტირებს ნებისმიერს, ძმაო. შენ რო იჩხუბო არა? აი, მე რა უნდა ვქნა იგი. რა უნდა ქნა და ამოგავლებენ ოქროში და იქნები პრიზი. არა, მართლა, ისე შენ რო იჩხუბო, შენი მონგი კაცშვილი არ იქნება. რა პონჩი? რა პონჩი და შენ წონაში დიდი 10 წლის ბავშვი შეგახვედრონ და ყველას მოერევი. აუ, რანაირად მაჭედიებ ნენელა და აი მიღიტინებ, რომ რაღაცა გიქნა, ხო? აი რაღაცა რო გიქნა მიწევი მე. გინდა გესპარინგო? არა, არ მინდა. შეგეშინდა ხო ბიჭო? არა, უბრალოდ დახრა მეზარება. ამოდი ბიჭო. მიდი ცოტა დროზე, აი რა გაჭი. მოდი ჩავასხათ რა, ეხა. ისე ბენზინი რა დგინდა, მანქანა არ დადის და. ბიჭო, გაგაიფო. ბენზინი არ ყოფილა მანქანაში და მაგიტო არ იქოქებოდა თუ. რა ბიჭო? და ისნიდან გლდანამდე მანქანა, ამიტომ ათრევინე შენი.
მოდი აქ შენ, მოდი შენ. მოდი აქ. დედას გაფიცებ არა ხოა? ხო ბიჭო. კაი, მანდარა ნელა, მანდარა. რო შემოახმა არ გამცეს ისედაც არა ვარ ჭკუაზე კაცი. კაი, გაატარე რა გჭირს. აუხსენი რომ ძალით არ გაგიკეთებია. აუხსნა რა ჩავეხუტები კიდე თუ რამის ახსნა გინდა შენ აუხსები. აღარ აგირა მაგ უკვე ნივრები. კაი, პუსკურა. შენ რამდენჯერ გთხოვე, შენ მაინც რამდენჯერ გთხოვე, ნუ მეძახი ამ მოკლე მოფერებით სახელებს. აბა რა გითხო, დევი? ხო. ეს ვინ შემოუშა და საერთოდ ვინ გაუღო ამას კარი? დედა არ უნდა მაგას. არავის არ ვაპატიებ ჩემ დაცინვას და მასხრა დაგდებას. აი ერთხელ ხო შეიძლება რომ არ იჩხუბოთ ამ სახლში? მე ვჩხუბობ? ამის გულისთვისაც ვიჩხუბებ, ეს კაცის დუბლიკატი ეს. არ გაჩერდა და არ გაჩერდა, ამის ენა არ გაჩერდა რა. რა შხამი, აჯანდაბი შხამი კაცეთი რომ ვერ ამოათხე და ვერ დაცალე, ა? ხო შეგიძლია რომ ერთხელაც ამოტამოთ, ამოათხიო ეგ შხამი, რაც გაგდა დატოვე გვაზე. ერთი თკბილი სიყვა არ გითქვა, ჩვენთვის არასდროს და ვერ გააჩერე ეგ ორად გაყოფილი ენა, ა? ხო შეიძლება რომ რაღაცა თბილი სიტყვა მითხრა, თუ ძალით გავაპუჭე, ის დამოწყრული მანქანა. ჩემ ჭამეს ბიჭო, მე რა გამიტრაკეს ბოლო წაკვე. მანქანა. აუ მანქანა და მე დაც მოწყან გავაკეთე და წეიყვანე მე თუ გიტა. დედა ძლივს არ გავიდა კაცის ხმა მოჯახიდან. ხალს თავი არ უნდა დაუხარო რა. ცოტა კაცური სიძლიერე უნდა დაანახო, ხო ხვდები? აი ცოტა ისე უნდა დაუდგე რა. კაცურად მაგრად შეჩემო. ეს ნახე რა სიდედრიჩა. როდის აქეთ გახდა ესეთი მკაცარი? ადრე იყო შეჩემა სიდედრიჩა და რაღაცე და ისეთები ჩაუტარე, შენ ძმობას გებიცები, თითის დატკაცუნება და ყველაფერი ისე როგორც მე მინდა უღოთ, ხო ხვდები? რანაირად ავინე? მარტივად შეჩემა. ადამიანი შვიდიოა, წყნარი, გაწონასწორებული, ხეცი არ უნდა გააღუზო იმაში, გესმის? როა მომივიდა აქ და გადავიდა, უკვე ამას რო გადავიდა, მე დედის ციუკი ავტეხე სახლში რა. აბა ახლა რო ის ერთი თითის დატკაცუნება და всё. ეგ კი არა დილით იმას ფიქრობდა, ჩაი დავალევია თუ ყავა ვერიონს. გველეშაპი ეგ. შენ რა დაუნდობელი ყოფილიყარ, საჭმელი გამიმზადე ერთ მშია. ეხლავე წყალი მომიტანე ჯერ. წყალი? ხო, წყალი. მეცი? ნახე რამდენი რამე ჩამოგიდა და თამარმა. წამივიდა, ხალო გული მომიტანე. წყალი შეიძლება. აი. იქნება დედა ხერო კარგად მეყოლებით. ხერე ახლა მე სვანეს შევიწო. ჯერე აღარა. ცოტა სოცხლად, მშია. ბიჭო იესოლი შემხდა მაგრამ. მუშაობ მთელი დღეა, შენსავით უსახმურად არ ვარ. სანამ გამოვალ. ხარი ჩამოდესო. ოუ, შენი. მოდი ერთი წამს ეს გამოხვეწე აქ. აგარდა დამეყარა და საღორეში ვჭამ. უი და უი ახლა, უი. ეხლავე მოიცადე. დავედი ხო, დავედი. გიძილა. დამაყალებს. ვიჩხან. ტელევიზორს უყურე, ხო უყურე. გაიკეთე ეს ხურსასმენები და დამასვენე ცოტა ხანი. თორია ხო?
ანა სადა? მოიხსენი, ერთი წამი. მოიხსენი. ანა სადა? ანა? ბავში წაიყვანა ფეხბურთზე. მიდი ერთხელ სახლს მომიტანე. ეხლავე. ვამყის. ძები შუაღე თავი ჯაბოლობდე. კიდე რამე ხომ არ გინდა? ნაგავი. ნაგავი? რა ნაგავი? ნაგავი მოგიტანო? გადაყარე. აი გააყოლე, იგი. მომეცი ერთი შემაგის ნომერი. შემაგასო პატრონა ვარ. მომუნდა ბიჭსული. დავიდეს და იმუშაოს. მოდი შევუთხოვია და ალიო. სად ხარ? სადუა. მე რა ვიცი, გეკითხები. იუსტიციასთან არ უნდა ყოფილიყავი 2 საათზე? აუ, ანა. რო არ დავშორდეთ? ან ხვალ დავშორდეთ? აუ, 5 წუთში აქ იყავი რა. მალე წავალ ჩვილო. წავალთ, ქალბატონო, წავალთ. ოდიში რა, მგზავრი გახდა ცუდად და ის რა არის, ბავშველოდები? არა, შენ გელოდები. ანა, იქნებ არ დავშორდეთ, ან რის გამო უნდა დავშორდეთ, რომ აი დედაშენს არ მოწონს, რომ ერთად ვართ? იცი? როცა მე და დედიკო ერთად ვართ, ძალიან ბედნიერები ვართ. ყველაფერი ფერადი და ძალიან ლამაზია. იმიტომ რომ ერთმანეთი გვიყვარს. აი დღეს რო ხელი უნდა გავაწეროთ, ამინდიც კი ტირის. არ უნდა სამყაროს რო ჩვენ დავშორდეთ. ზუსტად 7 ტანჯველი თვე გავიდა, რაც მე და შენს დედიკოს ერთმანეთი არ გვინახავს, იცი? მე რამდენი თვე შეხარ? მე-4. წავედი რა, უნდა წავიდე. მოდი ბიჭო, მარტო რატო უნდა წახვიდე, გამოყვები. არ მინდა, ბიჭო, არ მინდა, შეუშვი მაგ ტვინში. ადვოკატი უნდა ვნახო. ჩემი დახმარება თუ გინდა ადექი და რუსთავი მომიხოდე მაშინა. ბიჭო, იმდენი ტაქსისტი ყავს იქ, აი მე რაღა საჭირო ვარ. როგორ არა ხარ საჭირო, ვერო? შენაირი გამოცდილი მჭირდება იქა. შენაირი შეწუწული. აი ხოდები რო იცი, ხო იცი შენა ეგეთი მაგარი ხოდები. იმათმა არ იციან. თუ ჩემი დახმარება გინდა, ხო? რასაც გეუნები, დამიჯერე და მაგი დამეხმარები. აი და წამო ადვოკატთან მაინც აგიყვანო. არ მინდა, ბიჭო, არ მინდა. ვინა ხარ შენა, კაცო? მიდი თუ ეგრევე წადი ეხა და რუსთავში დააწექი, მიდი. ჩადი იქა და მიხედე. აი ხო. წავედი.
ანა? აქ რა გინდა? ეს რა არის, აღარა ხარ ორსულად? რა ეს? მუცელი, ორსულად აღარა ხარ? ეს აუ ბოდიში რა. რაზე მიხდი ბოდიში? ან საერთოდ რა ხდება და იქნება ამიხსნა. ვიცი, დედა ჩემო მითხრა, რომ სხვანაირად არ დაგშორდებაო და ბალიში ჩავიდა. აუ ბოდიში გთხო. საღოლ. საღოლ დედაშვილს. გამარჯობა, თქვენ ხართ ხო? კი. მეგობრობის პირველში რომ გავიდეთ. კი, დავძალეთ. მადლობა. რა ნაცნობის სახე გაქვთ? არა, მე ზოგადად ნაცნობის სახე მაქვს. მე ზოგადად გეუბნებით. თქვენ რუსთაველი ხართ? არა, თბილისში ვცხოვრობ. დასავლეთიდან ხართ? ისი აქაც როგორ დაიწყო საცობები? იმ დღეს მოვდიოდი და თუ მოდიოდით, საცობი როგორ იყო? როგორი ენა მახველი ხართ? დასავლეთ. ხო, თქვენ გეჩქარებათ ძალიან? არა, რატო? კბელი უნდა გავიკეთო, ძალიან ცოტა ხანი მინდა რომ დამელოდოთ. მე თბილისში მინდა წასვლა თუ შეძლებთ. უი, რას ამბობთ? სტომატოლოგის ისე მეშინია იარაღი რომ დამოდო ვერ მივალ. საერთოდ არაა საშიში. დამელოდებით? კი, რავი, დაგელოდებით, მანქანაში ვიქნები. შემოდით, იქ დამელოდეთ. კაი. გამარჯობა. ნინი ექიმთან ვარ. ცოტა ხანს დაელოდეთ. კარგით. გამარჯობა. ზუსტად 2 წუთში მინდა, მანამდე შეგდით დამელოდეთ. კარგით. ის ბოდიში. ექიმს რა ქვია? ნინი, ძალიან კარგი გოგოა. ხო, არა, დარწმუნებული ვარ. თქვენ რას იკეთებთ? მე იმპლანტზე ვარ. უკაცრავად თქვენ? აი ეს ერთად ვართ, მე და ის ქალი და ჯერ შენ შედიო დამითმო. და რას ვიკეთებთ? იმპლანტს. აჰა, კი ბატონო. ჯაბა ექიმო. ხო. იმპლანტი არიან. გამარჯობათ. გამარჯობა. ბოდიში, თქვენ უნდა გამიკეთოთ? ხო, აბა. და თქვენ? მე თერაპევტი ვარ. დიდი მიხედი ჩემ პაციენტს. პირი გააღე. ბატონო?
ჭირლახში მიწების ფასი რა არის ხო არ იცი? არ ვიცი. არა გაგიგებ. 3 კვადრატს ვიყიდი. და იქ ჩაგმარხავ თუ ჭკვიანად არ მოიქცევი. გაიგე? რა არის ვერიონ? რა არის ამდენი ნიგოზი, ბიჭო? ციყვი გაძარცვე? სასტავ. ჩაის რო ყინულიანი წყალი მივაყოლო. ემალს აფუჭებს? კი, უეჭველი. ჩემი ძმა ხარ. თქვენა ბიჭო შიქხო არა გაქვთ, ა? რა ემალი, რა რეებს მოდი, რა გინდა შენა, ბიჭო, რა გინდა? სტომატოლოგთან მინდა რომ მივიდე. რატო კმილიკტკივა? არა. აბა რა გინდა იქა? რო არ მტკივა, მაგიტო ვიტკიებ რომ მივიდე. აი შეს პატრონი შენ სასანა. გამარჯობა. გამარჯობათ. ნინი ექიმთან ვარ ჩაწერილი. დაელოდეთ ცოტა ხანი. ბოდიში რომ დამსვათ რა. ვა! თქვენც ახართ ხალბატონო? კი. კაცო, გამიცვალეთ ადგილი ნაცნობია. იმ დღეს გამოვიძახე ტაქსი და გამიკვირდა თქვენ რომ არ მოხვედით. რატო გაგიკვირდათ? რა ვიცი, რას გაიგებ. უკაცრავად, შეგიძლიათ შეგძანდეთ. რას ვიკეთებთ? კბილების გათეთრება მინდა. დღეს რაღაცა არ ხარ ხასიათზე. ხო. რატო? ხომ მშვიდობა გაქვს? ჩემი ძმები დაიჭირეს და უი. და რატო? რა ვიქცენი ამბავია. ხო და მომიყევი და დაგეხმარები. მართლა შეგიძლიათ ახმარება? უფ. სადა დედამიწას ყავა შეწუხებული იმის გამო რომ დახმარება ჭირდებოდათ. და შენი მხელა პატევი მეცი უარს როგორ გეტყვი? უბრალოდ მომიყევი, აბა? მოკლედ რაღაც ბიზნესი აქვს რა ჩემს ძმებს. თავისი კომპანიები და ვიღაცებმა ყალბი ფული ჩაუდეს, გაუჩალიჩეს. ეხა წავალ, ამის მოსაგვარებლად ცოტა უნდა ვიფიქრო, იმიტომ რომ თუ გართულდა ეს кейსი, მერე ოდეში რაც მოვიწყავს. უკაცრავად. ეს ფული ყალბია. აი ეს. პანიკების გარეშე და 2 წუთში ჩავარიცხნებ, კარგი? კარგით. როგორ ხარ? ოდიში რა ის მინისტრთან ვიყავი. შეძმებთან დაკავშირებით რაღაც საკითხებს გავდიოდით ეს მაღალი ეშელონის ხალხი და ცოტა შემაგვიანდა რა. არა უშავს. და რაო? ხო, ნუ რავი, აუხსენე. ყველაფერი როგორც საჭირო იყო მინისტრს და მითხრა რომ ბატონო ვერიონ, ოღონდ თქვენ არ ინერვიულოთ და ყველაფერი ისე იქნება როგორც საჭიროა რა.
მეუთხარი რომ არც ერთ საქმე არ მიიღებს ამ გოგოს ცრემლების ყურება თქო. და რა მკითხა იცი? რა? აი ასე რო ნერვიულობ ამ გოგოზე. ვინ არის შენთვის? და რა უთხარი? რა უთხარი და ერთად ვართ თქო. ერთად ვართ თქო? ხო, ეხა მინისტრია და რაღაცა ხო უნდა მეთქვა რა. ეს რო არ მეთქვა ეხა მისთვის ერთად ვარ თქო, შეიძლება არ შეწუხებულიყო ამ საქმესთვის. ვაი და საქმეს დაჭირდა და მინისტრმა მითხრა რომ გამაცანი ეგ შენი შეყვარებულია. წამომყვები? რა ვიცი, აუცილებელია? ეხა აუცილებელი და იგი არა, მაგრამ შენი აზრი მაინტერესებდა, მაინც ხო ხვდები არა? თორე მე კი არ მიხარია ეს სირბილი და რაღაცები მინისტრთან კაბინეტიდან კაბინეტში ხო ხვდები. თან არც ისე მარტივი кейსი არა ნინი ეს. ნუ ყველაფერი, მაგრამ მეც მაქვს შენთან ერთი სათხო არის რა. ნუ ხარ რა, ესე მოწყენილი. რაღაცა თვალები დაღონებული გაქვს და მინდა რომ გიბწყინავდეს თვალები. ბედნიერი იყო, ხშირად გაიღიმო. იმიტომ რომ ეგ შენი ღიმილი მეტი мотиваციისთვის და სტიმულისთვის მჭირდება მე. ძალიან დიდი მადლობა. წავალ ხო მე უკვე. ეს ცოტა ხანს რო იყო კიდე? პაციენტი მელოდება და დიდხანს ვერ ვალოდინებ. ხო, კაი, მაშინ. მეც გასაქცევი ვარ. ბელგიის პრინცი ჩამოდის. დაბადების დღე აქვს და ფასანაუში იხდის. და ასე მითხრა შენ თუ არ იქნები, ვერიონ დაიწვა ჩემი დაბადებაო. მართლა? თქვენ? ჩვენ დაიმახსოვრე რომ ჩვენ მე და შენ საერთოდ არაფერი არ გვაქვს. დრას დამსდა. რას დაგზდებ, კაცო, მუშაობ. ხო და თუ მუშაობ, იმუშავე და ნუ აწესებ თვალებს გოგოებისკენ. რა გინდა? ნერვებს რატომ მიშლი? ბატონო. ნერვებს თუ გიშლი რატომ აკითხავ? და საერთოდ ცოლიან კაცს ესეთი საქციელი არ შეგშვენებს. ცოლი აღარ ყავს. დავშორდით. ჩემ გამო? არა, თქვენ გამო, კაცო. თუ და გამშვიდებთ, იმასაც გეტყვით, რომ უკვე გამოჩნდა ვიღაც სხვა, ვინც მომწონს. და მე არ მომწონხარ ადამიანო. და თქვენზე საერთოდ არ ვამბობ, მე სხვა მომწონს. ამით ცდილობ რომ აეჭვიანო? რა გინდათ, მართლა უხერხულში რატომ აგდეთ? მადლობა თქვი, რომ მანქანიდან არ გაგდებ. და ჩემი მანქანა. ეხლა ქონების გაყოფაზეც გადავედით? რა გინდა, ადამიანი, გამაგებია, ანგელოზივით გოგო ხარ. ეთი წუთი. არ გინდა ეს ანგელოზივით გოგო ხარ და ამ საღამოს რას აკეთებ? ტყუილად მეჩალიჩები. აი მოვჩეთ და მითხარით, მომყვებით თუ არა? ცოლად? არა, რა ცოლად. აბა გართობა გინდა ჩემთან? დიოტო შენ. ვახჩი. ვახჩი დედამიწა. ხომ გითხარი არ მოხვიდა, მე რეკნახავ თქო. ხო, მაგრამ დამირეკე საქმე მაქვსო, ვეღარ მოვითმინე და გამოვიქეცი რა. და მე დაბადების დღე? რა დაბადების დღე? დაბადების დღე ხო ეხა პრინცი მოიცდის, როცა პრინცესა გელოდება რა. რა ხდება, ხო მშვიდობა? არ ვიცი, მადლობა, როგორ გადაგიხადო. როგორ მოახერხე? რა? კარგი რა, ხო ვიცი რაზეც გეუბნები. ჩემო ძმებმა რომ დამირეკეს, გამოვედითო, არ შემეძლო დღეს რომ არ მენახე.
ხო აი რა გეხვეწები ეგ რა სამადლობელია ეხა ისე რაც ხო ვიცით რომ ეგრე მოხდებოდა რა რასაც მოვკიდებ საქმეს ხელს შანსი არა რომ არ გამომივიდეს ხო ყველაფერი ჯიგრულა ჩემს ბებს როგორც საჭიროა ისე კი და შენ სად მუშაობისე მე ბიზნეს მენეჯმენტის კლანური დაჯგუფებების მარკეტერი ვარ. ანუ ზემოთ ჩეპეები რაც ხდება, ჩემამდე მოვაქვთ რომ მე სწორი მიმართულება მივცე რა. არეთე თავიდან მეგონა რომ მატყუებდი, მაგრამ თურმე რამდენი რაღაცის გაკეთება შეგძლებია. ძალიან დიდი მადლობა. ნი ხო კიდე ვინმე ხო არ ყავს დაჭერილი სარკე რამე მაქვს სარკე გავასწოროთ სიმციმა მადლობა სიმციმა ჩაგხდოთ თეორიაზე რა კარგად ხარ მზად და პრაქტიკაზე რა გემართება? მაგის ქმარიც ესე იყო. თეორიულად იცოდა ყველაფერი შესანიშნავად. პრაქტიკაში კი აი უარგისი იყო. და მაბნევეს. არასოდეს დაგაბნიოს გზავრის საუბარმა. ყოველთვის კონცენტრირებული იყავი საჭეზე და გზაზე. შეგვიძლია დავიწყოთ. მოусმინე. ნახე ადამიანი როგორ დეტალურად გიცნის ყველაფერს. აბა შენი ნარჩენი ქმარი იყო კაცი. და გეყოფა რა. რამდენი წლისა ხარ შვილო? მე ქალბატონო 37. შენით მიაღწიე? დიახ, რა თქმა უნდა. აქედან შევიდეთ. გესმის? აბა შენი ქმარია კაცი? ცოლი თუ ყავს? არა ქალბატონო, ცოლი არ ყავს, ესე არის. დედა დამიძახე. ქალბატონო არ არის საჭირო. დედა გეყოფა თორე წავალ ახლა აქედან. წახვალ დედა, აბა არ წახვალ. ისე კარგად გასწავლა ამ ოქროს ბიჭმა ტარება. თქვენ ქალბატონო უნდა გაყვეთ გამოცდაზე. რატომ? არა, ესე დაიბნევა უბრალოდ და ხელს შეუშლით. შენ ქებამ ხომ არ გაწყინა? რა უცებ გამითამამდი და გამითავხედდი. ბარეღამ გველის მიწოდე და ეგ არის. არა. არანაირ სიმაღლეს არ აქვს მნიშვნელობა. კაცი არის კაცი და მორჭა. აქედან გავიდეთ. ბოლომდე ავიღოთ, აი ყურჩა. ნენა წინ მივიწერთ. ძალიან კარგია. აი მენ აი რა დავლეწავ ძლებში თუ აი ვაროჩ. ვერ სწავლობთ ხო თქვენ ჭკუას? აუ არ დაიწყო რა ახლა. რა არ დავიწყო? მე რო არ ყოფნიყავი, ახლაც იქ იქნებოდით. შენ? ვიღაცა პატარა კაცი იყო, მოსულიო და შენგან იყო ეგ კაცი? კი. საიდან იცნობ მაგას? რა მნიშვნელობა აქვს? აქვს. რა? სახეს რო გაუხსნით, თუ დაგვიჭერენ, კიდევ ერთხელ რო გამოგვიყვანოს. ჩემ ძმებს უნდა ჩენი გაცნობა. რატო? რა ვიცი, ამ ხელპატი უქცა ადამიანმა და ხომ დავიცნობდეთ ვინაო. არა, საჭიროდ ხო უთხარი რა. თან მე არ მიყვარს ეს ჩემი სიკეთეების აფიშირება, ხო ხდები? არა, მაგას ვერ ვეტყვი. ისეც ნერვები აქვთ მოშლილი ვიღაც ტაქსისტზე და ტახიმახოზე. და ეგ რომ უთხრას, საერთოდ გაგიჟდებიან.
და მე რო გამიცნობენ უფრო რო გაგიждდნენ? არა, ხადეკეთებიც არ არიან. მაშინ უთხარი მოკვდა თქო. აიყო, ესე გეშინიან ჩემი ძმების გაცნობა? აი რა მეშინია, ხო არ მეხათავები რა. 4 წლის ვიყავი მშობლებმა დათვთან რომ აჭიდავეს და რისი უნდა მეშინოდეს მე. შენ იქნები? მე რაღაც საქმეები მაქვს და შეიძლება ვერ მოვახერხო. უპასუხე. არა იყოს ეს დამლაგებელია ესე მირეკავს ხოლმე თქვენი ოთახი დავალაგო თუ არ დავალაგო. ხო ხდებით. შეიძლება ვიტიში რა. ალიო. ბაბშვი რომ ყავს გახსოვს? დიახ. მერე შედი ჩემ ოთახში დაალაგე. რა? შენი ოთახი ამ სახში რომ აღარ არსებობს და გავიწყდა? დიახ, ვიცი. ეგ საკითხი მერე გავიაროთ, ეხა აღარ დამირეკო. და რა ზაგირეკა ვიცი? საიდან უნდა ვიცი? ბავშვი უნდა დაიტოვო დღეს. მართვის მოწმობის გაკვეთილი მაქვს და არ მომყვება. ეხა გამოსული ვარ რაღაც შეხვედრაზე და მერე იყოს ეგ საქმე რა. ვერიონ, ჩაწერილი ვარ დღეს. აი, დატოვე. ბატონო? შენ ისევ შენი ცოლი ხო არ გგონი ვარ შემთხვევით. 1 საათში მოვალ და ბავშვს დაიტოვებ, გაიგე? აი, დედასვიცა ვარ, ცოცხს სად დატოვებს და სად არ დატოვებს, რაში მაინტერესებს. უეჭველი უნდა გავაგდო ეს. რა სიძამე ხვალ? წახვალ ანუ? ხო, წავალ. არ ინერვიულობ მაგაზე და შენ არ იქნებ, ხო? ეგრეთ ძალიან თუ გინდა ვიზამ რამეს. არა, ეხა ჩემს გამო საქმეს ნუ გაიფუჭებ რა. თან ეხა კაცებთან რა ქალის საქმეა, ხო ხდები დაჯდომა და საუბარი რა. ბიჭო, რა პატარა კაცი ყოფილა? ახალგაზრდები. მეც? ჩემი სალამი კაკოებს. გამარჯობა, თქვენ ის კეთილშობილი ადამიანი ხართ, ხო, ვინც გადაგვარჩინა? დავბრძანდით. აი, პირველ რიგში მადლობა მინდა გადაგიხადოთ რა, მართლა რომ ვალში ვარ თქვენთან. ნინიმ გითხრა რამხელა ამაგი გაქვს ჩვენზე და რა ვიცი, მადლობის მეტი არაფერი არ მეთქვით. ეგ არაფერი. ახალგაზრდები ხართ. სისხლი გიტუხთ. მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ მომავალში იგივე შეცდომა უნდა გაიმეოროთ. ხინკალი, კანჭიც მალე იქნება, კიტრი პომიდორი ყველი მიირთვით. როგორ მოგმართო თქვენი სახელი რომ მითხრათ? არ მომართო. თუ რამე დაგჭირდებათ, მე თვითონ დაგეხმარებით. მე გავალ. ხელებს გადავინამავ. ბოდიშის მოხდით. როგორ გეკადრებთ? ბიჭო, ეს ძალიან არ დავათროთ, თორე შეიძლება დაგუბრინოს. მადლობა. როგორც იქნა რა. დავბრძანდით. მითვი შანამწყელია. მოდი. ალო. როგორ ხარ? კარგად, შენ? აუ, მეც კარგად. რუსთავში ხარ? არა, გლდანში ვარ. ცოტა ხანში ვაპირებ გასვლას. შენ საით ხარ, ხო არ გამოხვალ? კი, გამოვალ. მეც თბილისში ვარ და სად ხარ? მე 6 მიკროში ვარ.
6 მიკროში? კი. მოხვალ? კი. აი. შევახა ჩემი სიდიდრის უბანშია. რას დავრეკე საერთოდ რა მინდოდა მე კიდე. რა შვები ბიჭო? საითხა. ძმურად მანქანა მათხოვე რა გოგო უნდა ვნახო. არა, არაფერს არ ვიზავ ბიჭო, პროსტა არის ის რომ ტაქსაობდა მაგ პონჩი რა. ხო, მაშინ ცოლი არ მყავდა შეცემა და. კაი, გამოგივლი მაშინ, კაი. მიდი. გამხელო მანქანა? დღეს ამით წამოვედი რა. თორე ისე ძირითადად სპორტკარებით მოძრაობ ხოლმე. სხვა წყავს? გარაჟი მაქვს 9 ჰექტარი, გადაო. ერთლა? ისე რა უშემაძმება. არც მიკითხავს. იმედი ყველაფერმა ნორმალურად ჩაიარა. არა კი, უნდა მომხდარიყო ეხა ესეც. პირიქით მადლობები მომიხატეს რა. და იცი ძალიან რაღაცნაირადო რა. აი მადლობებს და რაღაცას რომ მიხდიან ხოლმე ძალიან უხერხულად. აი რა. ცი არ გინდა სამე რო გავიდე დღეს? სად? რა სადაც სურვილი გაქვს ან ჩემთან ყოფნა სადაც გესიამოვნება იქ. არ ვიცი. დღეს სამსახურის გოგოებთან ერთად ვაპირებ წასვლას და გვიან დავბრუნდები. გვიან იყოს? ნახოთ. წამო ჰაერზე გავიდეთ არ გინდა? ჰაერზე? ჰაერი რა დაბინძურებულია დღეს ნახე ინტერნეტში. ძალიან დაბინძურებული ყოფილა ჰაერი და ზოგადად გარემო რა. აი რა. კაი ხო. წამო. აქეთ გავიაროთ რა უფრო კაი ბუნება. დღეს მეც იმდენი საქმე მაქვს. ძალიან ბევრი სარბენი მაქვს რა. წარმოიდგინე, ძმაკაც აღმოაჩნდა ნახევარ ძმა. რას ნიშნავს აღმოაჩნდა? ანუ მამამის შვილი ყოლია და არ იცოდნენ რა. როგორ მძულს ეგეთი კაცები? სიყვარულს რო გეფიცებიან და მერე ბავშვები და ყოფილი ცოლები რო აღმოაჩნდებათ ხოლმე. მარა რა იცი რა მოხდა? რაც არ უნდა მოხდეს? ეხლა შენ თუ დაგიჯერებს კაცი ადამიანი ადამიანს რო დაშორდება, ანუ მეორედ არ უნდა იქორწინოს. ნუ მე ვერ ვიქნები ეგეთი თანდათან. მამა! ფინა? რა ვიცი მე? დაიყო პატარა. დაიკალგე? არა მა. არ ვარ შვილობა მაშენი. სად არის დედიკო? სახლში. აუ როგორ ვერ ვიტან რა ესე დაუდევარ მშობლებს. ბავშვებს გამოუშვებენ თვითონ დაждდებიან და ჭორაო. დაცხოვრებ შვილო. ამორა სახლში. რა სახლში ამორი? რამდენჯერ გითხარი, ბევრი ლაპარაკი არ შეიძლება მითი რა. და უცხო ადამიანები რას მივახები, რას მოგება. ათი სახლში ხარ მე დედაში. კიდე კარგი მივხვდი საცხოვროდა და აუშვი, თორე შეიძლებოდა რომ დაკარგულიყო რა. წამო რა მანქანაში დავждეთ და სხვაგან წავიდეთ, კაი? უფრო კარგ ბუნებაში. კარგი. მოკლედ, ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდოდა რომ თქვენთვის პატივი გვეცა. ოღონდ ამჯერად ნინისთან ერთად რა.
ხო, მაგრამ როგორც ვიცი, დღეს ნინის არც ალია თანამშრომლებთან ერთად მიდის. აღარ მიდის. დაურეკეთ და ჭუჭუჭზე მოვა. კარგია, მაგრამ მე მაინც ვერ დაველოდები, ბიჭებო, 15 წუთში მინისტრთან მაგ შეხვედრა რა და ვაგვიანებ. ახლა ნუ ატრაკებ რა. როგორ მელაპარაკებით, ბიჭო, ხო არ გინდათ რომ დააგჩუტო თქვენ ორი დარბაზზე დაბერილო ბუშტებო, რა ხდება? რა გჭირს? აი ეგ მაინტერესებს მე ზუსტად რა ჭირს. აი ერთ დღეში ესე როგორ შეიძლება ჩამოაბერო ადამიანი რა. კაი მიდი გაუშვი, სატაქსაოდ ეჩქარება. ნუ სატაქსაოდ რა პრინციპში თუ უნდა არ იტაქსავებს. მერე ბავშვო ვერაფერს უყიდის და ცოლი ეჩხუბება. მართალია? ყველაფერს აგიხსნი ნინი რა. წადი. აი, საწევიდე როგორ ამას ჩამევიბან და დავждეთ და ვილაპარაკოთ რამე ადამიანურად. ჩაი, ყავა. წადი. გოგო, შენ სულ ესეთ სარევში როგორ უნდა ეხვეოდე, ჰა? ბიჭო, უთხარი კონსულტაციაზე ვარ მოსული. დააქსვამე და დაგელაპარაკებ. საშიში არაფერი არ არის. ვერიონ, მართლა ამოსაღები მაქვს კბილი და რო ამომიღონ იცოდ დაგბრიდავ. არა მოგიღებ, რა გჭირს, ნუკრი, რა გჭირს. ერთხელ გთხოვე და მიდექი გვერდით ხო შეიძლება? და გარეთ რო დაგელოდო, მაინც და მაინც უნდა დავждე იქ. ბიჭო, მომისმინე. აი ეს ჯაბაროა უფროსი. ის არ მაცდის ლაპარაკს, ხო ხდება? და შენ რო დაждები და ის ჯაბა დაგელაპარაკება, მე მაგრას გავალ ნინისთან. შვიდად წნარა დაველაპარაკებ რა. პატივს გცემ და იმიტომ ვაკეთებ ამას. თორე ცხოვრებაში არა ვარ სტომატოლოგთან ნამყოფი რა. ჩემი ძმა ხარ, ნუკრი, მაგითო. გამარჯობათ. გამარჯობათ. იმაზე ვარ. რაზე ვარ? კონსულტაციაზე ჯაბა ექიმთან. ჯაბა ექიმთან? იმენა ჯაბა ექიმთან. ჩაწერილი ხართ? კი, მე ჩავწერე. კი ბატონო, შევძანდით. იგი ნუკრი. ისა. რა გინდა? მეგობარს მოვყევი და თან სალაპარაკო მაქვს. მე არ მაქვს საუბარკო. ნინი, ორი წუთით რო დავილაპარაკოთ რა. შემიშვიდე წადი. მეგობარს მოვყევი, საწავიდე. მაშინ იქ დაელოდე. აბა, რას ვაკეთებთ? რას ვაკეთებთ და აი, რა ქვია, ცია ამპუტაცია. ო, ამპუტაცია? ნინო, კაფე მომიტანა. ახლა. რას ვაკეთებ? უნდა გაგპარსვა. რა? აბა სად ვეძებო ამდენ წვერში კბილები? ხელი გაწი ბიჭო, ისე მონახე. ნინო. და რა? ეხლა რამე რო ეთკინოს, ვინ გაასწრებს ამას? არ დამაბათ რა, ისე მონახეთ. გაიგე. ოპა 25 კბილის ფესვი არის ამოსაღები. მიდი ფესვს პაშო მომიტანე. ახლავე. ცოტა პატარა ნაბეჯებით მაინც არის, ხო შეიძლება გამძვრა სული, ან მომისმინე რაღაცას გეტყვი და წავალ საერთოდ შენი ცხოვრებიდან გავქრები და ვიკარგე. შემეშვი. ვერ შეგეშვი, ნინი. ცუდად ვარ.
ცუდად ვარ, მთელი ღამეები არ მძინავს. მოუკვდები. არ შეიძლება აქ შემოსვლა. ვიცი რომ არ შეიძლება. უბრალოდ მინდა რომ რაღაცა გითხრა. აი მომისმინე უბრალოდ შენმა ძმებმა რაც არ უნდა გითხრან, ჩემზე არაფერი არ დაიჯერო, გესმის? შენ თავს გეფიცები. მოიფიცებ რა ჩემ თავს. აბა ვინ დავიფიცო? ჯაბა? ხო ხედავ, დასაფიცებელი ზაღარავინ აღარ დამრჩა. იმიტომ რომ ცუდად ვარ და უშენობით გამბარო ცუდად. რა გინდა? ასრი არ აქვს, რაც არ უნდა მითხრა. მორჩა. ადამიანი არ ხარ გოგო? არ ხარ ადამიანი? ბოდიში. არა. ახარ. ხარ. და ისიც ვიცი რომ გიყვარვარ. რა? აი. ხო გამოგახედე. ხა მომესმინე. არ მაინტერესებს რა. და აქ აღარ მომაკითხო. წადი. სახლთან? წადი. მოდი აქშენ. აი მაინც ამოსახები ხო გქონდა ეკბილიჩი. ხელი არ დამარცხო რა გიგმე. დაგლეწავ ზულებში. გველო შაპო შენ. ეხა კარგად მომისმინე შენ, გაიგე? შენ აქ დაწექი. მე უცბად შევარდები. კაცი ყდება მიშვენეთ ხო, გაიგე და რომ გამოცვიდებიან და დაგინახავენ რომ ძირს წევხარ და ცუდად აღარ ხო? ადგება და შემოგირიგდება. ესაა შენი იდეა, ბიჭო, ამაზე მეუბნებოდი მაგარი იდეა მაქვს? შენ არ დაგავიწყდეს, რომ სიბებს მე შეგარიგე, ბიჭო. რასაც გეტყვი ის დამიჯერე, გაიგე? და ყველაფერი კარგად იქნება. კაი, არ მინდა თავის შეცოდებები და მასეთი რაღაცეებია. მიდი, დაწექი, მიდი. დაწექი, მიდი, აი ეს. დაწექი? აბა მოემზადე ეხლა, ვიწყებთ. ვაიმე, კაცი ყდება, მიშველეთ, კაცი ყდება. რა გნებავთ? რა მნებავს კი არა, რა გწხვენია? ბატონო? ბატონო კი არა, გამოდი ეხლა და მიხედე იმ კაცსა, ყდება და თუ მოკვდა, შენი ბრალი იქნება ყველაფერი და ინანებ. ვინ კაც? ვინ კაც და მოდი აქ, გამოდი. აქედან ვერ გამოყვან. მოუარე? მიდი, ჩქანა, აი გარეთ არის. შეიძლება ვერ მიუსწრო. რა გჭირთ? უკაცრავად. კარგად ხართ? კი, კარგად ვარ. არაფერი ამჭირს. მადლობა ყურადღებისთვის. კარგით. ოთახში. რაო, ბიჭო? არაო? რა არაო, ბიჭო? რა არაო, საერთოდ სხვა გოგო იყო. ეს არ იყო ის. მართლა? ხო. არა და კაი გოგოა ესეცა. თავით ამანები, ბიჭო, საერთოდ შემეშურე. მოიცა, ბიჭო, გეგმა ბეცამავს. აქ დამელოდე? მიდი. მახოში. დები რა ვთქვი. თქვენ იცით რა განსხვავებაა სტომატოლოგსა და ფსიქოლოგ შორის? არა. რა განსხვავებაა და პაციენტი პირს რო აღებს, პირველი უყურებს, მეორე კიდე უსმენს. მე კიდე მინდა რომ თქვენ ფსიქოლოგიურად მომიდგეთ და რასაც გეტყვით, კარგად მომისმინოთ. რა გნებავთ, ვისთან ხართ? თქვენთან ვარ პირადად. თუ ეს კაცი დამაცდის. კვილი გაწუხებთ? არა, თქვენ. მე? ხო. ეს ახალია? საერთოდ არ ვიცი ვინა. მე ტახი ვარ. მე რომელივე ტაქიმები ჩვენა ვართ. გადი რა პაციენტები გოლოდებიან. შენ პაციენტები გელოდებიან.
მე კიდე გარე ცხოვრებაზე ხელჩაქნეული ძმაკაცი მელოდება. და იცი რატო ჩაიქნია ხელი? იმიტომ რომ უყვარს. და ამ სიყვარულისგან იმედი აღარ აქვს. შენს პაციენტებს შეიძლება კბილით კივათ და ჩემ ძმაკაც გარეთ გულით კივა. არა უშავს. შენ პაციენტებს მოევლებად, ეშველებად გაუყუჩებ იმ კბილებს, მაგრამ სიყვარულით მიყენებულ ტკივილს ვერანაირი გამაყუჩებელი ვერ უშველის. გარდა ისევ სიყვარულისა. უკაცრავად, 3 საათიანი პაციენტი არ მოვიდა. მაცდი ბიჭო. იცი რა დღეშია? ცხოვრება აღარ უნდა. მოკვდება. და მე ავდგებით და ყველა ერთად ვინანებთ. რომ შეგვეძლო ადამიანის დახმარება და ვერაფრით ვერ დავეხმარებ. დაფიქრდი. შენდი შევიდე მედი მე რო რაღაცას მოვკიდებ ხელსა ყველაფერს ვაგვარებ იცოდე მედი აბა შენიცი დამატების დღეზე დაპატიჟე ბიჭო საღოლ ძმაო მაგარი ლაპარაკი გწოდნია შენ თვითონ მოიფიქრე არა მე თვითონ მოვიფიქრე ჯემენის დავაწერინე 2 დღეა მაგას ვიზეპირებ ისე შეურიგდება აბა რა ვითომ მე თუ არ ვიცნობ ჩემ თანამშრომლებს ვინ იცნობს არა ეგეც არის ხო ეხლა აბა ვაიმე შენ ძმობას გეფიცები ცხარეცრემლი ტიროდა მალადეც ამ გოგოს ადექი შეგივიგდა ტკივა ვაიმე წამოდი ბიჭო ტეკილა გააქვთ აქაც მომაგენი აქ მუშაობთ ორი დამისხით რა მე არ ვსვამ ორივე ჩემთვის მინდა ხო და ადექი და დაისხი შენი მოსამსახურე კი არ ვარ მეგრა შვაშია კაცო აქ ხომ მუშაობთ კი მეთქი რამდენჯერ უნდა გითხრა ხო და დაასხი რა ანუ ალკოჰოლზე დამოკიდებულებიც გავხდით არა გავხდით არა და დაიმახსოვრეთ რომ მე და თქვენ წინა დადებაშიც ვერ ვიქნებით ერთად როლები გავცვალეთ ვიყო ბაძავ ღმერთმა დამიფაროს გამეორე რა ორივე შენთვის ე და შემოთავაზე მაინც აი აგერა და დალი თუ გინდა არ ვსავთ ხო გითხარი აი სასმლით გოგოების დაკერვა რომ მოძველდა არ ვიცით ხო იცი რომ ეგრე ვერ დავიკერები საერთოდ არ ვცდილობ არც თქვენს გასწრობას და არც დაკერვას რა ვიცი სასმელზე კი პატიჟებ და
გამეორე რა. დათვრები იცი? მაგიტოს რო დავთრე. ვერ ვიტანთ ბრალკაცებს. არა, მაგას მივხვდი ახ რო დაგინახეთ. მაგრამ თქვენ როგორ ჩანს ხიზელ კაცებსაც ვერ იტანთ. და იცი რა მითხარია, ეს სახე ესეთი გაწითლებული რომ გაქვს, ეგრე ძაანში მოგარტყი. არა. გამოდის რომ მარტო მე არ მიშლი ნერვებს. გამეორე რა კიდე. უკვე ვაჭიქადალიე. აი ყომითლი. ხო უნდა დავიანგარიშო ბოლოს აპარაშო. ხო და გადავიხდი რა. დაასხი რა კიდე. არა. და დამისხი რა. არ დაგისხო. სასმელი დამისხი გოგო. არა მეთქი. და რატო? იმიტომ რომ სახლში უნდა წამიყვანო. სად სახლში?